სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში გვიანღამით მამაშვილი ალექსანდრე და გიორგი დარჯანიები უცნობმა პირმა ცივი იარაღი დაჭრა. Როგორი ამ ეტაპზე დაზარალებულების მდგომარეობა და რა მოხდა რეალურად ვარკეთილში, მაკა თვაურისაგან შევიტყობთ, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. Iva ვარკეთილში თრიალეთის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი მამაშვილი დარჯანიების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გიორგი დარჯანია, რომელიც კისრის არეში გუშინ დაჭრეს, პირველადი სამედიცინო დახმარება ექიმებმა აღმოუჩინეს და სახლში გაწერეს, რაც შეეხება მამას ალექსანდრე დარჯანიას, ის კვლავ რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და მას ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. დარჯანი ალეკოს აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა ნახევრის აკვეთ ნაჩქვლეთი ჭრილობა. შემოსვლისას მდგომარეობა იყო სტაბილური, მოთავსებული იქნა კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა გამოკვლევები. არც რენტგენოლოგიური და არც კლინიკური მონაცემებით ან დათვალიერებით რევიზიით ჭრილობის შემავლობა ნანახი დადგენილი ვერ იქნა და პაციენტი დაკვირვების ქვეშ მოთავსებული იქნა კლინიკაში. დარჯანი გიორგის აღენიშნებოდა ნაკვეთ ნაჩქვლეთი ჭრილობა კისრის მარცხენა მიდამოში. გაიკერა ჭრილობა ამბულატორიულად, პაციენტმა წუხებად დატოვა კლინიკა. ჩვენ დღეს დილიდან ვიმყოფებოდით შემთხვევის ადგილზე, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა. დარჯანიების კუთვნილი მაღაზია ამ დროისთვის დაკეტილია. მეზობლებს უჭირთ ინციდენტზე საუბარი, თუ რატომ მოხდა მამაშვილის დაჭრა, თუმცა აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ინციდენტი ვალს უკავშირდება, რომელიც ეჭვმიტანილს სავარაუდოდ დარჯანიების ჰქონდათ. რომ დაიძახეს გავიქეცი და მივედი იქ, რომ ჩემი კარის მეზობელია ეს ბიჭი და გავიქეცი მივედი და უკვე სასწრაფო ყოფილიყო და წაეყვანა. ვერაფერი ვერ გავიკეთ. დაჭრესო და ვინ დაჭრა არაფერი არ ვიცი. ვერ გავიკეთ. ძალიან კაი ოჯახია ვიცნობ მაგათა. ეხლა სხვა არაფერი არ ვიცი, ჭუბი იყო ეგ გავიგე, მაგრამ არ გამოვცულ არ გარეთ. იმიტომ რომ იქით ცხოვრობდნენ, იქით ხარეს და არ ვიცი, არ გამიგია. ვიცი რომ კაიო ხალხია. ლალი ქონდა თუ რაღაცა არ ვიცი ზუსტად. ეგრე გავიგე რომ ორივეა დაჭრილი. ძალიან კაი პიროვნება არ ვიცი. როგორც უკვე გითხარით, შემთხვევა ვარკეთილში თრიალეთის ქუჩაზე გვიანღამით მოხდა. როგორც თვითმკვლელობები აცხადებენ, უცნობი პირი დარჯანიების მაღაზიაში შეიჭრა და მამაშვილი ცივი იარაღი დაჭრა და ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. წინა ქონდათ თუნდაც მოსვლათ ამ პიროვნებების კონფლიქტი და ეს გამოჩენილა ეს პიროვნება ამ დანაშავე და დღეს რო გამოჩენილა დღეს უძიები ამ მასზე შური ამჟამად იმყოფებოდნენ მამაშვილი და ორივე დაუჭრია სხვათაშორის. ხო გადმოვიდა მანქანიდან პირველად ისროლა სხვა რკინის ხელსაწყო რაღაცა და შემდეგ დანეთი მოქმედა. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები. მოხდართან დაკავშირებით აღიზრეს სისხლის სამართლის